მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ტაროლოგიურ ეზოთერიულ გვერდზე. მათ ვინც არიცით, მე ვარ ნევილი, ეზოთერიკოსი ტაროლოგი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით გესაუბროთ, რაც ძალიან ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არც იცის, არც გაუგონია, ან ზოგადად შეიძლება დაჯერება არც უნდოდეს რაღაც ეტაპზე. და შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, კითხვები ჩდება ბოლო დროს პირადი კონსულტაციების კუთხითაც, პირადში რომ წერენ ზოგადად ისე ინფორმაციული კუთხითაც, აი ამ თემასთან დაკავშირებით გადავწყვეტე, რომ ჩამეწერა ინფორმაცია. განმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვით, ჩემი მიზანი არ არის, რომ ვინმეს რაიმე, ასე ვთქვათ, რწმენის შერყევა ჰქონდეს ან რაღაცა, არა, უბრალოდ ეს არის გამაფრთხილებელი ვიდეო, რომელიც მოიაზრებს თქვენს, ასე ვთქვათ, სიჯანსაღეს, კარგად ყოფნის მდგომარეობას. ბოლო დროს ძალიან აქტიურად არიან ადამიანების ესეთი კატეგორია, ვინც მომართავენ კონსულტაციაზე, რომ როდესაც იყვნენ გარკვეული კუთხით ძალის ადგილებში, რაღაც ისეთი წმინდა ადგილებში, მათზე მოხდა გარკვეული სახის რაღაც ცუდი სიტუაცია, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ან ჯანმრთელობის კუთხით პრობლემა შეექმნათ და ასე შემდეგ. მოდი ზოგადად დავიწყებ იმით, რომ როდესაც ადამიანი იმყოფება ძალის ადგილას, იქნება ეს ეკლესია, იქნება რაიმე კონკრეტული ისტორიული ძეგლი, ისტორიული ადგილი, იქ განსაკუთრებულად ჭარბად არის ენერგიები. ეს როგორც ნეგატიური კუთხით, ასევე რა თქმა უნდა წმინდა ადგილი შეიძლება იყოს და დადებითი კუთხით. მაგრამ ამავე ადგილას არიან ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებიც სარგებლობენ სამწუხაროდ ამით და შესაბამისად ცდილობენ, რომ მათ სასარგებლოდ გამოიყენონ ეს ყველაფერი. ახლა ეს რაში მოიაზრება და რაში მდგომარეობს, ხო ეს სიტუაცია. დავიწყებ იმით, რომ ესეთ ადგილას ძალიან ხშირად მიდიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი რაღაცა პრობლემები დატოვონ კონკრეტულ ადგილას და მოიზრდონ სხვისი კონკრეტული რაღაც ბედნიერება დავარქვათ, ხო, ჯანმრთელობის ენერგიები, კონკრეტული ფინანსური ენერგიები. როდესაც იმყოფებით ესეთ ადგილას, კიდევ ერთხელ განმეორდება, ეს იქნება ეკლესია, ძალის ადგილი, ისტორიული ძეგლი და ვინმე როდესაც მოდის თქვენთან და როდესაც გეხებათ, ხო? ეს იქნება მხარზე ხელის შეხება, იქნება ზურგზე, არ აქვს მნიშვნელობა სად შეგეხებათ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ხელის შეხების პროცესი არ იყოს. ეხლა რატო? როდესაც ეს ადგილას ადამიანი ხელით გეხებათ, განსაკუთრებით ასაკიანი ხალხი, ძალიან ცუდი არის ეს, მაგრამ ხშირად იციან ხოლმე, როგორც არ უნდა ისეთი მილინკები, კეთილები იყვნენ ხოლმე, არიან ენერგოვამპირის კატეგორიები და ცდილობენ, რომ თქვენგან ეს ენერგიები მიითვისონ. დავიწყეთ თუ არა ამაზე, ავტომატურად დაიწყოთ ცეცხლმაც თამაში. ცდილობენ ენერგიები მიითვისონ. ახლა ეს რაში გამოიყენება და ზოგადად როგორ ღებულობენ ამას. როდესაც ხელით გეხებიან, უმეტესობა მათგანმა იციან ხოლმე, რომ ჩემი პრობლემა გადმოვიდა შენზე, ჩემი ჯანმრთელობის თემა გადმოვიდა შენზე. ეს არის ერთგვარი გადატანის თემა. როდესაც მისი პრობლემა ჯანმრთელობის კუთხით იქნება, ფინანსური კუთხით იქნება, თუ რაც იქნება, ავტომატურად გადადის სხვა ადამიანზე. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე მსგავს შემთხვევაში, როდესაც ვიღაცა ხელით შეგეხებათ, გეტყვით ვითომ საათი აინტერესებს, ვითომ რაღაცა კონკრეტული ხელით თუ შეგეხება, ავტომატურად შენც უნდა ხელით შეეხო, რომ ის გამოგზავნილი ინფორმაცია, რაც არის ნეგატიური ასპექტის კუთხით და ენერგია, ავტომატურად გადაიტანო. თუ შეგეხო ხელით, შენ ავტომატურად შენც ეხები ხელით, თუნდაც ეს იყოს უხეში გამოვლინება და სიტყვით გონებით შენშივე ამბობ, რომ ის ყველაფერი, რაც ამ ადამიანმა შენზე გადმოიტანა ან გისურვა, ავტომატურად დაუბრუნდეს მას. ეს არის ერთგვარი ენერგობალანსირების სიტუაცია, რომ მისი გამოცემული შენგან ნეგატივი ავტომატურად უბრუნდება მას, ის რაც შენგან წაღებას ცდილობდა. ყველა ვარიანტში აუცილებელი არის, რომ ხელით უკანვე შეეხოთ. თუ პირობითად კონკრეტულად შეიძლება პირდაპირ ხელის შეხება არ იყოს, მაგრამ ზედმეტად კეთილშობილება გამოიჩინა, რაღაცა დახმარების სურვილი გითხრა, ჩათვალე, რომ ესეც ერთგვარი მისი მიდგომის წესი არის, მიჩვევის პოზიცია, თავი რომ უსაფრთხო მდგომარეობაში გაგზავნოს და მერე შენგან კონკრეტული რაღაცა ენერგია აითვისოს. ესეც არის ერთგვარი манипуляციები. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, როდესაც იმყოფებით ძალის ადგილას, მაქსიმალურად გამოიჩინეთ სიფრთხილე. უცხო ადამიანებთან, როგორც არ უნდა კეთილშობილი ჩანდეს, მისგან არაფერი არ აიღოთ
არც ხელით არ ასე ვთქვათ, მისეთ უფლება რომ შეგეხოთ, თუ შეგეხებათ ავტომატურად ხელით გადაცემა უკანვე იმ უარყოფითი ინფორმაციისა და ენერგიების, რაც თავადვე გისურვებთ. ეს არის ელემენტარული, რომელიც უნდა იცოდეთ. ასევე ეკლესიის შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში ანთებული სანთელი არ გამოართვათ. იციან ხოლმე ბაბუშკებმა განსაკუთრებით წინ გადააწოდე, რომ იქ ჩაურჯვე. ცეცხლი ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი სტიქია მაგიურ ასპექტში. ჩემთვის პირადად და უმეტესობისთვის ცეცხლი ნომერ პირველი არის სტიქიური კუთხით თუ შევხედავთ. იმიტომ რომ ცეცხლის სახით იწყება მაგია, ჩემთვის პირადად ესე არის. შესაბამისად, როდესაც ცეცხლის ალით ხდება გადაცემა, ჩათვალე, რომ ფაქტიურად საკუთარ თავს წირავ კონკრეტული რაღაცისთვის. ესეც გაითვალისწინეთ. ეს არის ელემენტარული საბაზისო რამ, რაც უმეტესობამ არ იცის, ან არ უნდა დაიჯეროს, მნიშვნელოვანი არის რომ იცოდეთ. გისურვებთ, რომ უფრო მეტი გაფრთხილება გქონდეთ საკუთარი თავის, ქმედებების მიმართ ის თქვენ გარშემო რაც ხდება, დაკვირვება გქონდეთ, უმეტესობა უბრალოდ არის მეძინებულ პოზიციაში და არ უნდა ამის დაჯერება, რომ ადამიანებმა შეიძლება ესეთ წმინდა ადგილას ან ძალის ადგილას ესეთი რაღაცა მოიმოქმედონ. ყველაფერი ამ სამყაროში არის ენერგიების მიმოსვლა. ვინ როგორ გამოიყენებს, ეს უკვე კონკრეტულად ადამიანებზე არის დამოკიდებული. ის კონკრეტული ადგილი, ის არ არის ბოროტების ადგილი, ბოროტები არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთ სასიკეთოდ ან სხვებისთვის საზიანოდ გამოიყენონ ესა თუ ის შესაძლებლობა. ეს უკვე შენი არჩევანია, რას როგორ გააკეთებ. გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას, რაც თავარი არის და თუ გაინტერესებთ მსგავსი სახის ინფორმაციები, სამომავლოდ ჩემ არსებულ გვერდზე კიდევ განვათავსებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას. თქვენი მხრიდან კი რაც არის საჭირო ენერგობალანსირებისთვის, რა თქმა უნდა, მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათ ვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ აქვს, რომ გამოიწეროთ. გისურვებ წარმატებას და კარგად ყოფნას კიდევ ერთხელ ნახვამდის.